ეკა ყურშიტაშვილი აღიარებს, რომ სკანდალურ ფარულ ვიდეოჩანაწერში ნამდვილად საპატრულო პოლიციის უფროსს დავით ცინარიძეს და მის მოადგილეს გოგა ჭანტურიას ესაუბრება. პირველი სკანდალური აღიარებითი ჩვენება ყურშიტაშვილმა იმედის კვირას ექსკლუზიურად მისცა. მაგ დროს დავურეკე გოგა ჭანტურიას და ვუთხარი რომ მეთქი გოგა მიშველე ესეთი რაღაცაა და ხო გითხარით მეთქი რომ ეს ადამიანი მაწუხებს რომ გადმორეკეს და უთხრეს რომ ამ გოგოს არ დაუწეროთ ჯარიმა და იმ ადამიანს თვითონ მიხედავდნენ. ისინი იყვნენ ერთად და მაშინ დათომ დაიყვირა რომ შენ ალბათ არ ყვევო და მაგის გამო არისო რომ გაჯარიმებოდა. მე ავუხსენი სიტუაცია. და შენ თავისთავად ტელეფონზე ლაპარაკობდი ეკიდა და ესენი გამომეკიდნენ ვაჟაზე რა თქვია ჩხარა არ დაგერ მე ვადავდია. ვიღაც ტიპი მყავს გადა აუდატო ვნახე რა. შენ თავს ფიცავარ ესე არ ლაპარაკები. აუცილებელია მაგკითხობს რომ ისვავთ. არა უბრალოდ შენ თავს ფიცავარ და რაღაცა ამებზე არ გვინდა ხო ამაზე ნუ ჩამეძებით და ამას ნუ გააშუქებთ რომ მე რაღაცა ვიღაცის თავს ვიფიცებ და რა. სიტყვა მისამოებისათვის ეძლევა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს პოლიციის პოლკოვნიკ დავით ცინარიძეს. ყურშიტაშვილი ამბობს, რომ დავით ცინარიძე და გოგა ჭანტურია მეგობრის დაბადების დღეზე რესტორანში გაიცნო. ყურშიტაშვილს მეგობარმა, რომლის ვინაობასაც არაკონკრეტებს, უთხრა, რომ საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსნები პატრულთან პრობლემას მოუგვარებდნენ. ესეთ სიტუაციაში მოვხვდით დაბადების დღეზე და გავიცანი მაშინ და მაშინ წამოიჭრა ეს თემა და თქვეს რომ რაღაცა რომ მაწუხებთ და მაშინ მითხრეს რომ თუ კონკრეტული შემთხვევა კიდევ დაფიქსირდება შენ შეგიძლია რომ პირდაპირ დაურეკო გოგა ჭანტურიას და უთხარი რომ ესე მაწუხებს ეს ადამიანი და მე ეს თვითონ მიხედავს. გოგა რაშფები გაჟადე ბარ გაჩერებული ტელეფონზე ლაპარაკის გამო იცი რის გამო პეკინზე ლაპარაკობ ტელეფონზე და ის ხარი გაქვს ტელეფონის ნომერს რომ მარტივად რომ მირეკავდა მაჩუხებდა. იმ ტიპმა გადმოსცა ვიღაც სხვა მორიგებს თურმე ეკა ტელეფონზე ლაპარაკობდა და ხა დირექტორს და ჩემი აგით და სამსახურიდან გავაგდე. არა მომიწულად გადაის დააყენა თორე შენს მოიცნე ხა ვის ლაპარაკებოდი. ხო არა აი პრობლემა არა. ჩემი ოჯახის წევრები არიან ეგენი. მაგკლავდა ეს გაბლატავ. ძალიან კარგი თუ სამსახურიდან მოხსნეს. ყურშიტაშვილის განცხადებით საბურთალოს რაიონის პატრულთან 305 ეკიპაჟის წევრთან გიორგი ჯღარკავასთან პრობლემები 2014 წლის დასაწყისიდან ჰქონდა. გიორგი ჯღარკავა პერიოდულად გაცნობის მიზნით აჩერებდა. ყურშიტაშვილი ამტკიცებს, რომ ამის გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასაც მიმართა. იქ მითხრეს რომ ჩემმა მეგობარმა მითხრა რომ ჩვენ მივიღებთ ისეთ ზომებს რომ ამ ადამიანმა აღარ შეგაწუხოს. მოკლედ ეს მივიდა უფროსამდე, მაშინ ალბათ ჯანყარაშვილი იყო უფროსი.